ყველა საფეხბურთო გვარია მე მგონი არველაძე. თქვენი ესტაფეტა გააგრძელა ვატომ? რა ემოცია იყო, როცა ვატომ ეროვნულ ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა? სხვათა შორის ესე იგი, ალბათ ყველაზე ძნელია. ეხლა რომ უფიქრდები, რა შეგრძნებები ქონდა ჩვენ, ეხლა ჩემი შვილი არ არის ვატომ, არა, რა ხო, რეზიშვილია და ჩვენც ეხლა რაღაცა განსაკუთრებული ძმისშვილია მესმის, მაგრამ კიდე ამ ფეხბურთს ეხლა მე ვიხსენებ მამაჩემს და დედაჩემს რა შეგრძნება შეიძლება რომ ქონოდა რა. ანუ ისევე ნერვიული. იქ ხო კიდე ანუ რისი თქმა მინდა რომ ეგ თამაში არ იყო რაღაცა განსაკუთრებულად ხო არც თქვა 0-0 არ ბოლო წუთი ვიგებდით თამაშს რაღაცა განსაკუთრებულ პრობლემას ვერ გვიქმნიდა წინააღმდეგე და ჯაბამ განკავამ ისაც ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერი უნდა ვიყოთ რომ ეს აიღო ბურთი ამას ეძახდა ვაისი იყო თუ არ ვცდები. კი, ვაისი დროს იყო. შენ დაარტყიო თუ ვიღაცას, მე იქ კიდე იმას უნდოდა დარტყმა რა ქვია, კვეკვესკის, იმიტომ რომ გოლი არ ქონა შეგდებული და მე დავარტყავო და მაინც ვატოს დაარტყმევინეს და ვატომ შეაგდო გოლი და რისი თქვა მინდა რა ანუ ვითომ არაფერი სანერვიულო არ იყო, ვითომ არც თამაშს რაღაცა განსაკუთრებული ის არ ქონდა, ხო? და მაინც ძალიან ვინერვული. ხა წარმომიდგენია, როცა რაღაცა მნიშვნელოვანი თამაშია, მნიშვნელოვანი წუთია, ან ანგარიშია ისეთი არ არის, როგორიც შენ გინდა და ამ დროს შენი შვილი, სამი შვილი თამაშობს მინდორზეა, დედაჩემი ფაქტიურად არ უყურებდა თამაშებს იმ პერიოდში ტელევიზორსაც თიშავდა, არავის ზარს არ პასუხობდა და მამას უწევდა ხოლმე მარტო ასე ვთქვათ, აი ვატოს გოლმა, აი როგორ გითხრა, არ უყურეთ რა ფაქტიურად, აი ესე რომ უყურებ, ხო თან გინდა რომ უყურო, თან არ გინდა და დექით ყველა ერთად მე მოკლედ ძალიან ვინერვული. ძალიან მაგრა მე იქნება. ხო, აი ძალიან მაგრა ვინერვული.